ჩვენთან არის ღმერთი. დღეს არის დღე ისეთი წუხარებისა, რომელიც ალბათ არასოდეს არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. დღევანდელმა დღემ განსაზღვრა ადამიანების ბედი. ამ დღეს ეწოდება 60-დან ადამიანის განდევნისა, სამშობლოდან მწირობაში გააგდეს. საკუთარი თავის ღმერთი, თვით კმაყოფილი კაცი, რომელმაც თქვა, რომ მე ღმერთო, შენ არ ამჭირდები. მე ვარ საკუთარი თავის ღმერთი. ყველაზე დიდი კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში. დაამახინჯა კაცმა საკუთარი ბუნება და მას მიყვა მთელი ქმნილება. ქმნილება, ვამბობთ, მატერიალური, ანგელოზური არა. ცხოველები დაექვემდებარდნენ ამ ხრწნილებას და ტკივილს და სიკვდილიანობას. ის პატარა ნაწილაკებიც კი, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა მოლეკულებს და ასე ვუწოდებთ, ყველაფერი მოკვდავი გახდა დღევანდელ დღეს ადამიანის დაცემის გამო. ყველაფერი ნადგურდება, ყველაფერი კვდება დღევანდელი დღიდან დაწყებული. აი ამ კატასტროფას ჭირდებოდა აღდგინება, რაზედაც ჩვენ გვექნება აღდგომის დღესასწაულზე საუბარი. ძველი აღთქმა იწყება ამით, დღევანდელი დღით. ადამიანთა უმიზნო ცხოვრება, ადამიანთა უმიზნო ხეტიალი, ვიდრე ქრისტეს მოსვლამდე. დღევანდელი დღიდან სიკვდილი ადამიანთა ბუნებითი ნაწილი ხდება. ქრისტეს აღდგომიდან სიკვდილი ბუნებითი აღარ არის. იმიტომ რომ სიკვდილი აღარ არსებობს. ადამიანმა რაც დაანგრია, რა შემოიტანა წუთის სოფელში, მაცხოვარმა ეს ყველაფერი გაანადგურა თავისი განკაცებითა, ჯვარცმითა და აღდგომით. რა მოხდა დღევანდელ დღეს? ბევრი განმარტება შეიძლება კაცმა თქვას, მაგრამ შევეხოთ ერთ-ერთ მოძღვარს, ურთულეს თავისი აზროვნებით, წმინდა მაქსიმე ამსარებელს. აი წმინდა მაქსიმე ამსარებელი, რომელიც ცხოვრობდა მე-7 საუკუნეში, პირდაპირ შედის იმ ვითარებაში, რა ვითარებაც ალბათ იყო სამოთხეში და შემდგომ რა ემართება ადამიანს. მაქსიმე ამსარებელი ესეთი კუთხით იწყებს ადამიანის დაცემაზე საუბარს. ბოროტებას არსი არ გააჩნია, ამბობს იგი. რაზეა საუბარი? ბოროტებას ნამდვილად მყოფობა არ გააჩნია. რასთან დაკავშირებით ამბობს მაქსიმე? არა მხოლოდ მაქსიმეს აზრია, ეს მთელი მართლმადიდებლობა ამას ამბობს. აი მაგალითად, მანიქეველობაში არის დუალიზმი. სხვადასხვა რელიგიებში არის კიდე. ანუ ბოროტი და კეთილის საწყისი. ნათელი და ბნელი საწყისი. და ეს ორივე თანაბარია. ქრისტიანობაში ასე არ არის. ქრისტიანობაში მყოფი არსი მხოლოდ ღმერთია. და ბოროტებას არსი არ გააჩნია. ეხლა კითხვა, თუ ბოროტებას არსი არ გააჩნია, ანუ ღმერთი არ არის ბოროტი, ან ბოროტება თავისთავად ღმერთი არ შეიძლება იყოს, როგორც კეთილი არის ღმერთი, ასე ბოროტება ღმერთი არ არსებობს. ეს რაღაცის მოკლება, სინათლისა, სიკეთის მოკლებაა, ეს გასაგებია, მაგრამ თუ ბოროტებას არსი არ გააჩნია, მაშინ რატომ გადადრკა ადამიანის ნება ბოროტისაკენ?
აი კითხვა. თუ არ არის ბოროტება, მაშინ რატო გადავიდა იმ მიზნიდან ადამიანი? და მაქსიმი ამბობს ასეთ ფორმულირებას. ბოროტება ესაა ბუნებისეულ ძალთა მოძრაობა მიზნისაგან განსხვავებულისაკენ. ადამიანური ენით რო ვთქვათ. ბოროტება ყოფილა ბუნებისეულ ძალთა, ანუ რა ჩვენ შემთხვევაში ძალები გაგვაჩნია, აი ამ ძალთა მოძრაობა რისკენ მიზნისაგან განსხვავებულისაკენ. მიზანი ღმერთია ამ შემთხვევაში. ანუ ეს ბუნებისეული ძალა ღმერთისაკენ კი არ მოძრაობს შენში და შენი. არამედ ღმერთისაგან განსხვავებულისაკენ, ვექტორია შეცვლილი. აი ესეთი ბოროტება თურმე. როდესაც მე ჩემ სულიერ მზერას, ჩემ ნებელობას, ჩემ განზრახვას ვამოძრავებ არა ღმერთისაკენ, არამედ მისგან განსხვავებულისაკენ. და განსხვავებული ვინ არის ამ შემთხვევაში? განსხვავებული არის საკუთარი თავი. თქვენ იტყვით ახლა, იმიტომ წუნდა ადამი, რომ გველმა შთააგონა და ეს, მაგრამ გველიც ხო ყოფილი, თქვათ, დაცემული ძალაა. ეს ყოფილი წყინვალების ანგელოზია ის ეშმაკი, რომელიც გველში შეძვრა. ისიც ამავე მდგომარეობაში იმყოფება. მიზნიდან გადავიდა სხვა ვექტორზე. სხვა მიზანი დაისახა. ლუციფერმა საკუთარი თავი დაისახა ღმერთად. გადავიდა სხვა ვექტორზე. ასევე ადამიანი. ესე იგი, მიზანი უარყო, ყველა ადამიანის მიზანი ღმერთია. ეს ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ. სხვა მიზანი თუ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში, ის ქრისტიანი არ არის. ეს არის პირდაპირ სათქმელი. სხვადასხვა მიზნები, ლოკალური, წარმავალი შეიძლება გქონდეს კაცს. მაგრამ ბუნებითი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ განღმრთობა, ანუ ღმერთთან ერთად ცხოვრება. თუ შენთვის ეს მიზანი არ არის, ქრისტიანობა შენ არ გესმის. ესე იგი, ადამიანს ემართება ეს. მიმართა თავისი ძალები, თავისი მოძრაობა სულისა სხვისაკენ, ღმერთისაკენ არა. ეს სხვა არის საკუთარი თავი. და თუ მანამდე ღმერთთან ურთიერთობით ცხოვრობდა, რასაც სულიერი ცხოვრება ეწოდება, აი ამის შემდგომ დაიწყო ანალიზის ჩატარება საკუთარი თავისა. დაიწყო ხორციელებაზე აქცენტის გაკეთება. თუ მანამდე ეს მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მიზანი ღმერთი იყო. ეხლა მიზანი ჩემი თავია, ამ ადამი ამბობს. აბა რა ხდება ჩემს შიდა ცხოვრებაში? და აღმოაჩინა, რომ ხორციელება თავისას მოითხოვს. და რას მოითხოვს? ტკბობა სიამეს. და აქედან ჩდება ვნებები. შეიმოსა კაცმა ტყავის შესამოსელი. ვნებებით დაიწყო ცხოვრება. მანამდე ვნებები ადამიანს არ ქონდა. ვნებები ცუდი ვნებები კი არა. უყვედრელი ვნებები არ ქონდა მას. შიმშილი, წყურვილი, დაღლილობა, ძილიანობა და კიდე რაც კი ბუნებისეულია ჩვენში, ეს არის ცოდვის შედეგი თურმე. ეს ნორმალური ყოფა კი არ არის ადამიანის. ეს არის მაშინ გაჩენილი უკვე ადამიანში. როდესაც ღმერთის მიზნიდან ის გადავიდა, საკუთარ ხორციელებას მიაპყრო ყურადღება. შემოდის ის, რასაც დღეს ჩვენ ნორმალურ ცხოვრებას უწოდებთ. და ამას ეწოდება უყვედრელი ვნებულებები.
ამის გამო არავინ არ დაგჯის შენ, ღმერთი არ გეტყვის, რატო გაქვს შენ ეს ვნებულებები, მაგრამ ეს ვნებულებები დაცემის შედეგია. და რას ხედავს მე ადამიანი? გახორციელდა, განხორციელდა კი არა, გახორციელდა, სულიერება მოიკლო, გახორციელებული ხდება და აღმოაჩენს, რომ ამ ვნებებთან, უყვედრელ ვნებებთან ერთად არსებობს უდიდესი სიამოვნებაც. მარტო ჭამაკი არ მინდა მე და დაკმაყოფილება ამ ვნებისა, რომელიც უყვედრელია, როგორც მოგახსენეთ. თურმე ნაყროვანებაც არსებობს. თურმე მხოლოდ ღვინის დალევა კი არ არის, ლოთობაც არსებობს. და ასე შემდეგ, და ასე ყველა ვნებებთან დაკავშირებით. თურმე მხოლოდ გამრავლებისთვის კი არ არის ინსტინქტი ძირითადი ჩემში. სიძვისთვისიც არის, მრუშობისთვისაც გამოდგება. და ყველაფერთან დაკავშირებული არის ტკბობა სიამე. ეს აღმოაჩინა კაცმა. რა წამს ღმერთი დაკარგა. შეიძინა მატერიალური ვნებები და ამ ვნებების გაღიზიანებით აღმოაჩინა, რომ ტკბობა არის ამ ყველაფრისა. მაგრამ ის ვეღარ გათვალა კაცმა, რომ ტკბობა სიამეს თან ახლავს უდიდესი ტკივილი და ტანჯვა. ესე იგი, ტკბობა სიამეს რო იღებ, აი ეს რაც ჩვენ თქვით, ნაყროვანება, ლოთობა და ასე შემდეგ, გადაჭარბებულ სიამოვნებას იქვე თან ახლავს უდიდესი ტკივილი და წუხილი. ეს ვეღარ გათვალა კაცმა. იტანჯება. ისეთი მაზღარია, რომ იტანჯება მერე. დამძიმებულია მისი სული. და რას ფიქრობს? უნდა გავექცი ახლა ამ დამძიმებულობას. ესი არ გამოვა, მე მინდა სულ სიამოვნებაში ვიყო. ეს ვნებები მე ჩემთვის სიამოვნებისთვის მინდა. ის ტკივილი არ მინდა, რომელ ადამიანს მინდა ტკივილი. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ თუ ურჯულო რაღაცა ჩავიდინეთ, იქვე ტკივილია ამის გამო. ჩვენ ცხოვრებაში ეს ხო ვიცით ჩვენ. და ადამიანის ცხოვრება გადალაგდა ასეთი კუთხით. რამდენადაც მე მინდა ვიყო სიამოვნებაში, უფრო მრავალ და მრავალ ვნებას ვიგონებ. თუ მხოლოდ ლოთობა არ ვარგა, ეხლა მოწევა ასაჭირო. იგივე თრობაა. თუ მოწევა აღარ მაწყობს, ნარკოტიკია საჭირო. იქაც განსხვავებული წამალი არსებობს თურმე. და რამდენადაც ამას ავითარებს კაცი ამ სიამოვნებით ცხოვრებას, უფრო და უფრო იტანჯება კაცი. ანუ ვნებათა მრავალფეროვნება ხდება კაცობრიობაში. და თქვენ უყურებთ საზოგადოებაში რა ხდება. როგორი ფანტაზიები აქვთ ადამიანებს. გარყვნილებით კი არ ცხოვრობენ მხოლოდ. ეს გარყვნილება, აი ბოლო დროს რაც ხდება, თქვენ მოგეხსენებათ, ეს გარყვნილება ხელოვნების დონეზე აყავს კაცს. მარტო გარყვნილება არ აწყობს. ეს ხელოვნების დონეზე უნდა ავიყვანო მე. და მე უფრო მეტად იტანჯება. და ბოლოს ასრულებს თვითმკვლელობით. იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ამას არ აქვს. აი მაქსიმე ამსარებელი ამბობს. ეს ყველაფერი კაცმა საკუთარ თავს დამართა. დაამახინჯა აბსოლუტურად. და რა იყო ამის მიზეზი? მიზნიდან გადაუხვია. საკუთარი თავი, საკუთარი მაამებლობა. ჩემი სიამოვნების გამო ცხოვრება. და ადამიანი ერთ სიამოვნებას არ ჯერდება. ამ სიამოვნებას მრავალფეროვნება ჭირდება ყოველთვის.
მე თუ მაბადიად გავძეხი, ეხლა ესი აღარ მინდა. მე მინდა 5 კაცი რო იყოს ჩემთან ერთად მაძღარი. მერე 10 კაცი, მერე 100 კაცი თუ ფული მაქვს. და მერე დაუსრულებელი ჭამასმა, რომელებს თქონდათ, როგორი ჭამასმა მოგეხსენებათ ისტორიიდან. ბულბულის ენების პაშტეტებით მაბადიად ძღებოდნენ. ესე ბულბულის ენები რამდენი ბულბული უნდა დაეხოცათ, რომ მათი ენებით დანაყრებულიყვნენ, შემდგომ ამას იღებდნენ და კვლავ ჭამდნენ. დაუსრულებელი განცრომა. აი აქამდე მივიდა კაცობრიობა. დღესაც არანაკლები კაცი არ იცვლება. ერთადერთი კაცი თუ შეიცვლება ქრისტესთან ერთად. იმიტომ რომ ქრისტემ ასეთი რაღაცეები აღმოფხრა ადამიანებში. და უთხრა თქვენ ცხოველები არა ხართ ხალხო. თქვენი ბუნება მე ღმერთამდე ავამაღლე, სამების სიაღამდე. თქვენ ღმერთის სტოლი ხალხი ხართ. ცხოველები კი არა ხართ. და უნდა დაანებოთ ამ ცხოვრებას თავი. და კიდევ ერთი მომენტი, ყველაზე საშინელი ალბათ, ამ კატასტროფის შემდეგ, რაც დაეცა ადამიანი. ყველაზე დიდი უბედურება კიდევ. მაცხოვრის ჯვარცმის პერიოდი. ჩვენ ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ. მაცხოვარი ხო ადამიანება გააკრეს ჯვარზე. და ეს ადამიანები ხო ადამის მოდგმისანი ვიყავით. ესე იგი, ღმერთს, ანუ იმდენად დამახინჯდა კაცი, რომ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. თავად ბუნებით სიცოცხლეს მიუსაჯა სიკვდილი. როგორიც მე ვარ, საკუთარი ღმერთობიდან გამომდინარე, ღმერთს ეუბნება, შენს ესეთი უნდა იყო, მსგავსი უნდა იყო ჩემი. მე შენებური არ მინდა გავხდე. სიცოცხლე მე საერთოდ არ ამჭირდება. შენ ბუნებითი სიცოცხლე რო ხარ, შენ უნდა გახდეს სიკვდილი ჩემნაირი. და მიუსაჯა კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი. ერთ-ერთი მოძღვარი ამბობს, უკვე მაქსიმე ამსარებელი აღარ. თუ კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა, თავისი სიკვდილით და აღდგომით ღმერთმა მიუსაჯა კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე. იმიტომ რომ განუზომლად დიდია და ძლიერი ღმერთი. ჩადის იქ, სადაც არის ჯოჯოხეთული მდგომარეობა და იქიდან ამოყავს ყველანი. და ამიტომაც ქრისტეს აღდგომის შემდგომ ბუნებრივი აღარ არის სიკვდილი. ბევრჯერ გვითქვამს, გარდაცვალება შემოდის. კარგი ტერმინია, ან მეორე, ან დაძინებայի. აი მიძინება ღვთისმშობლისა. ან დაძინებայի, ან გარდაცვალება. იმიტომ რომ აღარ ზეობს სიკვდილი ჩვენზე. ჩვენ შემოვიტანეთ კაცობრიობაში სიკვდილი. ყველა ჩვენ დაგვემორჩილა, ანუ ყველა ვამბობ ბუნებას. ყველაფერი ჩვენ დაგვემორჩილა. ცხოველები ერთმანეთის ჭამას უნდებიან ჩვენს გამო. ჩვენც ერთმანეთის ჭამას უნდებით და მაგიტო. ეს მაგალითი კი არ არის, ანუ ჩვენ კი არ მივეცით მაგალითი. დამახინჯდა კაცობრიობა და ბუნება მასთან ერთად. კატასტროფა, კაცობრიობის და ქმნილების კატასტროფა შემოიტანა კაცმა. პავლე მოციქული ამბობს, ელოდება მთელი ქმნილება ღვთის ზეთა აღდგომას. როცა გაუხრწნელებაში გადავა ყველაფერი კვლავ. რომელ გაუხრწნელებაზეა საუბარი, როდესაც ღმერთს სიკვდილი მიუსაჯეს ადამიანს. რა მდგომარეობაში ჩაიგდო კაცმა საკუთარი თავი, რომ ერთმანეთს კი არ ხოცავდნენ მხოლოდ. ღმერთი მოკლეს.
და ღმერთმა ამის ნაცვლად მიუსაჯა მარადიული სიცოცხლე კაცობრიობას. ამიტომ მიუხედავად იმ დიდი კატასტროფისა, რაც დაემართა ჩვენ წინაპარს, მაცხოვარმა ეს ყველაფერი აღმოფრა. ამაშია სიდიადე მთელი მაცხოვრის აღდგომისა. ეს არის განახლება, ახლადშობა კაცობრიობისა ქრისტეში. და ეს არის ცხოვრების მიზანი. ეს არის მთელი ფიქრი ჩვენი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიქრი. ამაზე უნდა იყოს გამახვილება ყურადღების. და შემდგომ უკვე აი ამ თვალთა ხედვიდან თუ შევხედავთ, სიკვდილი ჩვენი ახლობლებისა კი ძალიან მტკივნეულია. მაგრამ შენ თუ იცი და მორწმუნე კაცი ხარ შენ, ქრისტიანი კაცი თუ ხარ და მსოფლმხედველობით ხარ ქრისტიანი, მაშინ სიკვდილისა რატო უნდა გეშინოდეს? ის ხომ მხოლოდ ხორცის გამოსვაა, როგორც შესამოსელი გაიხადოს კაცმა, მაგრამ კვლავ უნდა შეიმოსოს მეორეთ მოსვლისას. ეს შესამოსელი კვლავ უნდა ჩავიცვა ჩვენ, როცა ჯერ წავალთ აქედან და კვლავ როცა მოვალთ აქ. ოღონ განახლებული მიწა და ზეცა უნდა იყოს, გაუხრწნელი. გახსნილობაში აღარ მოვალ ჩვენ. აი მთელი ქრისტიანობის საიდუმლოება. ერთი მხრივ კატასტროფა, ადამიანიდან შემოსული ვნებები, გაუკუღმართებები და მეორე მხრივ მაცხოვრის უდიდესი კაცთმოყვარეობითი მოქმედება ჩვენდამე. აღდგომას ველოდებით 7 კვირიაკეში. ღმერთმა მოგცეს ამ დალოდების უნარი. დაგლოცოთ ღმერთმა და ჯვარი გეწეროთ.